1099 წელი. საქართველო უბსკრულის პირას დგას. ისტორია მიცის ბევრი ომი, მაგრამ დიდი თურქობა იყო არა მხოლოდ ომი, არამედ ერის ნელი გდომა. სელჩუკთა ურდოები ყოველ გაზაფხულზე როგორც კალია, ისე ეცემოდნენ ქართულ მიწას. მეფე გიორგი მეორე, კეთილშობილი, თუმცა ბედისგან გატეხილი მილი მმართველი, ხედავს, რომ მისი დიპლომატია და დათმობები ამაოა. ქუთაისი, ბაგრატის ტაძარი. აქ ხდება ის, რაც შუა საუკუნეების სამყაროსთვის წარმოუდგენელია. მეფე აკურთხებს თავის მემკვიდრეს და თავადვე ადგამს გვირგვინს. ეს არ იყო მხოლოდ ძალაუფლების გადაცემა, ეს იყო სასოწარკვეთილი მამის უკანასლელი მცდელობა. გადაერჩინა სამეფო სახლი და საქართველო. გიორგიმ დათმო დიდება, რათა შვილს მოიპოვებინა გამარჯვება. შეხედეთ ამ სახეს, 16 წლის დავითი. მირონცხებისას, როცა გელათის ფრესკაზე აღბეჭდილი ის დიდი, სევდიანი და მკაცრი თვალები პირველად შეეფეთნენ რეალობას. მან იცოდა, მისი ბავშვობა დასრულდა. მისი პირველი მტკიცე სიტყვა არ ყოფილა დაპირება დიდებაზე, ეს იყო ფიცი ბრძოლაზე. მან უარი თქვა სულთნის კარზე ხვეწნით სიარულზე. მან აირჩია მახვილი. იმ დღეს ქუთაისის ცაზე მზე სხვანაირად დანათებდა. ხალხმა დაინახა არაუბრალოდ ამხალი მეფე, არამედ იმედი, რომელიც ნაცრიდან აღმოცენდა. ბაგრატის ტაძრიდან გამოსული კმაწვილი უკვე აღარ იყო მხოლოდ უფლისწული. ის გახდა საქართველოს უკანასკნელი შანსი. დაიწყო დავითის ხანა. ახალი ერა, რომელიც სისხლით, ოფლითა და გენიალური გონებით დაიწერებოდა. შემოგვიერთდით ამ მოგზაურობაში. ჩვენ ვიწყებთ ვიდეოების სერიას დავით აღმაშენებლის ეპოქაზე. გამოიწერეთ არხი, რათა არ გამოტოვოთ, როგორ იწერებოდა საქართველოს დიდება.